2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და გუბერნატორების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხებზე მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. რა კონკრეტული შედეგებით დასრულდა მთავრობის წევრების შეხვედრა, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გისმენთ. დღეს 2013 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით დღეს დაახლოებით 3 საათი მსჯელობდა მინისტრთა კაბინეტი. უკვე შემუშავებულია პირველი სამუშაო ვარიანტი და ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე პრემიერ-მინისტრმა მედიისთვისაც გააკეთა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში შემცირდება საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები, მაგალითისთვის ბიძინა ივანიშვილმა გამოყო კომუნალური გადასახადები, როგორც მან აღნიშნა, ელექტროენერგიის დანახარჯი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 800,000 ლარი უჯდებოდა. უკვე ამ თანხებს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს ასევე თავაზობს, რომ შეიცვალოს თავად სამუშაო ადგილიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. სახელმწიფო კანცელარიაში უკვე წლებია გამოყოფილი ამ 11 სართულზე პრეზიდენტისთვის ოფისი და შეუძლია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამუშაოდ აქ გადმოვიდეს. ამით უფრო დაიზოგება ის ხარჯები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არის გამოყოფილი. წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლებისათვის და ეს კარგად აისახება კიდევ ამ ბიუჯეტშიც. ნაწილის კორექტირებას, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ და მოგახსენებთ, პირველ რიგში პრეზიდენტის სამსახურის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება შევამცირებთ კვეთრად. კვეთრად შევამცირებთ ქალაქის ტრანსფერსაც, რომელიც ქალაქს გადაეცემოდა. და მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ თქვენც კარგად იცით, ქალაქის ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა ძალიან ხშირად გაურკვეველი პროექტები, დღესასწაულები, კონცერტები და აი რიყეზე რაც შენდება გაუაზრებელი შენობები, ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ძალიან დიდი ხარჯებია პრეზიდენტის მოსახურებაში. მარტო სასახლე, რომელიც აიშენა და დაჯდა, ჯერ კიდევ ვარკვევთ, რა თანხები დაჯდა და რამდენიმე სამინისტროდან ფინანსდებოდა და ბოლომდე არ აქვს ადგენილი, ეს ცალკე თემაა. 800,000 მარტო ელექტროენერგიის გადასახდელია წელიწადში პრეზიდენტის სასახლის მომსახურებაზე. ჩვენ ცალკე დანარჩ გავუკეთებთ ბიუჯეტს, ოღონდ დღეს ვერ ვასწრებთ, სადაც სხვა ხარჯები იქნება გაშიფრული. ანუ აქამდე ის ერთი ციფრი, რომელიც იყო პირობითად მილიარდი ლარი, იქნება გაშიფრული ბიუჯეტის ცალკე დანართის სახით, რათა საზოგადოება მიცოდეს სად იხარჯება ეს თანხები. მეორე, ჩვენ აღმოფხვით იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც ბიუჯეტის ფონდებიდან ფულის ხარჯვა იყო საიდუმლო. თქვენ იცით, რომ აღარ გვექვეყნდებოდა პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ხარჯები. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის იყოს ცნობილი თითეული თეთრი სად დაიხარჯება. საქართველოს პრეზიდენტს დაფინანსებას თავდაცვის სამინისტროც შეუჩერებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ავალსანიამგაც გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან პრეზიდენტის თვითმფრინავის ხარჯებისთვის გამოიყოფოდა წელიწადში 80 მილიონი ლარი. საუბარია თვითმფრინავზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო და რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ემსახურებოდა. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ მეორე თვითმფრინავი ემსახურებოდა, რომელიც უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტში იყო ჩასმული. შინეთ რომ როდესაც მთავარ პრიორიტეტად ჩვენი მთავრობისთვის არის და იქნება ჯარისკაცი, მისი უზრუნველყოფა, როგორც მატერიალური, ასევე სოციალური უზრუნველყოფა, როდესაც გვჭირდება ჩვენი თავდაცვის სამინისტროს განვითარება და აუცილებლად ახალი თავდაცვითი ტექნოლოგიების შეძენა, ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ტრანსპორტი, როგორც არის თვითმფრინავი, გამოყოფილი იყოს თვეში 800,000 ლარი. ეს ჩვენი გადმოსახედიდან არასწორი ხარჯია, არამიზნობრივი ხარჯია, რომ 80 მილიონზე მეტი დაუჯდეს საქართველოს ჩვენ ბიუჯეტს და ხალხს დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის. სწორედ ეს საკითხი არის გადახედილი და ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით უკვე საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში შევიდა, რომელიც ითვალისწინებს უკვე გუბერნატორების დანიშვნას პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობას აგრძელებს. კანონპროექტში თავად მინისტრთა კაბინეტმა ჩამატებაც გააკეთა. საუბარი იყო იმაზე, რომ გუბერნატორებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ჩაემატა ის, რომ ნიშნავს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმებით. ამ ფორმულირებით უკვე მეორე მოსმენით მინისტრთა კაბინეტი განიხილავს ამ კანონპროექტს, ხოლო შემდეგ უკვე მთავრობის საპარლამენტო მდივანი პარლამენტში როგორც საკანონმდებლო ინიციატივას ისე დაარეგისტრირებს. გუბერნატორები რჩებიან როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებად
და ისინი დაინიშნებიან პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ამით, თქვათ, ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქმედება შეიძლება იყოს კონსტიტუციური, ეს იხსნება დღის წესრიგიდან, ანუ ეს ჯდება კონსტიტუციის ჩარჩოებში, მომზადდება ამ კანონპროექტთან ერთად სხვა თანხმლები დოკუმენტაციაც, ანუ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებები და ერთობლივად გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს განსახილულად. მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა დღეს უკვე დაასრულა, სულ 15 საკითხი განიხილა დღეს მინისტრებმა, უკვე თავრობის ნომის დასრულების შემდეგ სულ ცოტა ხანში გაიმართება მინისტრების კონსულტაციები, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის მინისტრი კონსულტაციებს გამართავს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთისთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში და საუბრის მთავარი და ძირითადი თემა იქნება უკვე სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ კიდევ განცხადებები კეთდებოდა მთავრობის ნომის დაწყებამდე, როგორც მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, ჯერ კიდევ ველოდებიან ისინი რუსეთის ოფიციალური მოსკოვის პასუხს იმ შეთავაზებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააკეთა. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დეტალებით ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.